გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. გამარჯობა მოგესალმებით ამ შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე ძვირფასო ტელემაყურებლებო. ტრადიციულად მინდა სოლიდარობა გამოუცხადო ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად სინდისის ყველა პატიმარს. თავისუფლებას უსურებ ყველა ძვირფასო ტელემაყურებლებს. გადავდივარ ცენტრალურ თემაზე. ცენტრალურ და თავზარდამცემ თემაზე ხალხო. 3 დღეა დანაპირს არ მიხსნის. ისეთ დღეში ვარ. დავიწყოთ მოკლედ. აგენ უკვე 3 დღეა ქართული ოცნება უიმედოდ არის ძვირფასო მეგობრებო. ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. პირდაპირი იმიტომ რომ დიდმა ბრიტანეთმა მთავრობის პროპაგანდისტული არხი იმედი დაასანქცია რუსული პროპაგანდის გამო და გადატანითი მნიშვნელობით იმიტომ რომ დიდმა ბრიტანეთმა მთავრობის პროპაგანდისტული არხი იმედი დაასანქცია რუსული პროპაგანდის გამო. იმედთან ერთად პოზიტივიც დასანქცირდა ძვირფასო მეგობრებო. ვიცით ალბათ რას ნიშნავს დიდი ბრიტანეთის სანქციები. მათი ანგარიშები გაიყინება და ნებისმიერი საბანკო და ფინანსური ოპერაციის შესრულება შეიძლება გახდება შეუძლებელი ძვირფასო ტელემაყურებლები. მინდა შეგახსენოთ 6 წლის წინ კორონა პანდემია. რატომ მინდა შეგახსენოთ? იმიტომ რომ 3 დღის წინ ტელეკომპანია იმეს და პოზიტივის დაუდასტურდა ვირუსი ძვირფასო მეგობრებო. ეს ვირუსი ისეთია რომ ბევრი გზით გადადის, მაგალითად გადადის გადარიცხვით, გადმორიცხვით, რეკლამის მიტანით, ხელშეკრულების გაფორმებით, ასევე აქტიური მხარდაჭერით, ხო და მოგმართავთ სერიოზულ კომპანიებს და ბიზნესმენებს. ნუ შეუქმნით საფრთხეს საკუთარ სტატუსს და ფინანსებს, დაიცავით დისტანცია. ესე იგი იმ კომპანიებს, ვისაც იმედში რეკლამა მიაქვს, ისინიც შეიძლება სანქციების ქვეშ მოექცნენ. დააკვირდით, ოპოზიციურ არხზე ხომ არ მოჰქონდათ რეკლამა და მიჰქონდათ მხოლოდ იმედში. იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ ღმერთმაც კი შეამჩნია ძვირფასო მეგობრებო. და მოუვლინა ამ ხელა რისხვა. წოდების მონანიება რომ დაიწყოს, ახლა ბიზნესმა ღმერთმა შეიძლება აპატიოს. მაგრამ დიდი ბრიტანეთი, რა ვიცი, არ ამგონია დიდმა ბრიტანეთმა აპატიოს. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ერთი საჭირო განცხადება გავავრცელო. საჰაერო განგაშის დროს არსებობს სპეციალიზირებული შენობები და თავშესაფრები, სადაც უსაფრთხოდ შეგიძლიათ თავი შეაფაროთ შემოტევას. ხო და ბიზნესმენების საყურადღებოდ, ახლა არის გამოცხადებული ფინანსური განგაში. ვანო შოუ გთავაზობთ სპეციალურ თავშესაფარს. დროებით მაინც, რომ ამ შემოტევას გადაურჩეთ, ხდებით, მოიტანეთ თქვენი რეკლამები და განათავსეთ დაცულ სივრცეში. დაცულ სივრცეში, ნუ გეშინია, ჩვენ შევძლებთ თქვენს გადარჩენას. ექსპერტები ამბობენ, რომ გარდაუვალია სანქცირებულ ტელევიზიებში ფინანსური კრიზისი. ანუ ტელე იმედი და პოზიტივის თანამშრომლები ხელფასს აიღებენ ისე, როგორც ოპოზიციური არხის თანამშრომლები იღებენ. ანუ ვერ აიღებენ. ბუნების ძალამ თანაბარ პირობებში ჩააყენა ქართული მედია. ესია რა ვქნათ. ასია ღმერთი ზემოდან იხედება. როგორც ჩვენ TV პირველი ვიტანჯებით უფულობით, ისე უნდა დაიტანჯოთ თქვენს. როგორც ჩვენ დავდივართ ორნაბიჯში და ზეპირად ვიცით აქციის ფასები, ისე უნდა იაროთ თქვენს. ყვითელი ფასების მოლოდინში უნდა გაატაროთ დარჩენილი ცხოვრება.
მოდით ვნახოთ რას ამბობს შექმნილი ვითარებაზე ფინანსისტი რომან გოცილიძე, რაც მთავარია ვნახოთ როგორი სტატუსით წარადგინა ის ტელეკომპანია იმედმა. ნაც ჯალათი გოცილიძე. სახესაც შეხედეთ და მე ნაც ჯალათი გოცილიძე. იმედის მზის ჩასვენება დროის საკითხია. ამ მოკლე ქართში იგრძნობა როგორი პანიკაა იმედზე, ნაც ჯალათი გოცილიძე. რა ვიცი. იმედი რა გჭირთ, კაცო, მე მგონი ამ ბრიტანულმა სანქციებმა თქვენს ფანტაზიაზეც იმოქმედა, ნაც ჯალათი რაღაცა ბოძოლებული და არა ორიგინალურია, მე მგონი. ასე ხო არ ჯობია სისხლიანი 9 წლის შემოქმედი და გარყვნილი ევროპის მოტრფიალე ულვაშიანი ხანში შესული ბერი კაცი. იმედის დახურვას პროგნოზირებს. აი რომან გოცილიძეს რაც შეიძლება არ უხდებოდეს, ეს არის სიტყვა ჯალათი. რომანს რაღაცნაირად არ უხდება, რა ნუ აი უხდება უფრო სხვანაირი სახელი შეიძლება მოგეფიქრე. აი რომანს უფრო უხდება ნაც მგოსანი, შეიძლება აი რაღაცა ესე. ან ნაც ნუგბარი, ან რავი კიდე რა შეიძლება, ნაც პოზიტივი, ნაც ჯალათი, აი რა არის ახლა? აი ნაც ჯალათო გამოაცხად და რომანის დამშვიდებულ სახეს რო აჩვენებ, რა გინდა რომ აი გაითავისო რომ ჯალათია ეს კაცი. იმედის ქარდებით კვლავ გააგრძელებენ ბრძოლას მალე ველოდების შემდეგ ქარდს. იმედი ხო აქვეყნებს ხოლმე ქარდებს. და ესეთი ქარდები იქნება ახალი კვლევის მიხედვით ტელევიზიებში, რომლებსაც დედა აღარ ყავთ, ტელეიმედი მსოფლიო ტელევიზიების სამეულშია. უბედურ დღეში ჩავარდნილ ტელევიზიებს შორის ტელეიმედი მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. ტელევიზიას, რომელსაც არავის დანახვა არ უნდა და ყველა ეზიზღება, ტელეიმედი ლიდერობს მსოფლიო რაღაცა ხუთეულში. და ასე შემდეგ. ნუ იხტიბარს ხო არ გაიტეხეთ და ესეთი რაღაცები მოვიფიქროთ. მე მოვიპოვე წერილი, რომელიც იმედიდან გაიგზავნა დიდ ბრიტანეთში, იმედმაც გაუგზავნა საპროტესტო წერილი. წერილში წერია ესეთი რამ: Hello, we are from television Hope Imedi. You imposed sanction on us, but we are not afraid. We have soap, we eating soap. ანუ სუპი გვაქვს, სუპს ავჭამთ. დიდი ბრიტანეთის სანქციებს წინ უძღოდა ძალიან საინტერესო ფაქტი. 2 კვირის წინ იმედის მფლობელმა ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ არხი გაყიდა 1000 ლარად. ძვირფასო მეგობრებო, ისეთი როგორ დაკვირება უნდა ყველაფერს მართალია რა, იაფი მართლა არაფერი არ ვარგა. აი მე რამდენად უნდა დავრწმუნდე, რაშიც იაფი გადამიხდია, ხო? არასოდეს არაფერი არ ვარგა. 2 კვირა გახარებულები იყვნენ თანამშრომლები, იმედის მეწილეები გავხდითო და უცბად გაეჭედნენ სანქციებში. ანუ რუხაძემ მარტო იმედი კი არა, ეს ხალხიც ჩამოაქცია. საღიც რეზინსაც კი ვერ იყიდიან მაღაზიაში. ერთი სიტყვით ირაკლი რუხაძეს როგორი პოზიტიური სახეც აქვს, ისეთ მოექცა თანამშრომლებს. ამ ამბავზე ერთი ისტორია მახსენდება, ძვირფასო მეგობრებო, ეს ნამდვილი ისტორია, ჩვენს ერთ-ერთ ნაცნობს შეემთხვა. ავტომანქანა ყავდა, რომელიც უკვე მონგრეული იყო და გადაწყვიტა რომ გაეყიდა. რომ გაეყიდა და ეს მანქანა როგორც იქნა ვიღაცა კლიენტი ნახა ავტობაზრობაზე, ხო და ეს მანქანა მიყიდა ამ ადამიანს, ეს მონჯღრეული მანქანა, გადაუფორმა და უკანა გზაზე ამ ვისაც მიყიდა იმასთან ერთად ბრუნდება თბილისში. აი რუსთავიდან მოდის და გზაში ურეკავს ახლობელი და რა ქენიო, რა გაყიდე. ხო, გავყიდე ბიჭო, მოვიშორე რა ეს დედა აფეთქებული, აღარ შევტენე ვიღაცას. ამ გვერდზე კაცთან ერთად ლაპარაკობს ამას. ნამდვილი ამბავი მართლა ჩვენ ნაცნობს შეებ. აი ზუსტად ასე გაყიდა ირაკლი რუხაძემ 1000 ლარად ტელეკომპანია იმედი. მე რა მიკვირს იცით, ტელეკომპანია იმედში წლებია უკვე აკეთებენ ერთ პროექტს, აკვირდებიან და საბოლოოდ ადგენენ ვინ არის. ხან კენგურუს ფორმაში გია ბაღაშვილი აღმოაჩინეს, ხან ფარშევანგის ფორმაში სოფო ბედია, მაგრამ ირაკლი რუხაძე რომ ცხვრის ფორმაში გამოხვეული მელა იყო, ეს ვერ გამოიცნო ვერავინ. არ ვიცი პროექტი ვინ არის, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება. ლიცენზიას ვინ გაუგრძელებს არ ვიცი, მაგრამ ახლა იმედში რომ შეხვიდე, ყველა თანამშრომლებს ამ პროექტის კოსტიუმები აცვიათ, რომ ბრიტანეთმა არ იცნობს.
სანქციებს ემალებიან ესეთი ფორმით. საერთაშორისო პროექტების გარდა პრობლემა შეექმნება სხვა გადაცემებსაც და ფილმებსაც. მოკლედ, რომ ვთქვათ, იმედზე ქრონიკა რომ დამთავრდება, მერე გამოვა მაგდა ანიკაშვილი და მოგვიყვება თურქულ სერიალ ეშფერის სიზმრის მომდევნო სერიის შინაარსს, იმიტომ რომ რეალურად თურქული სერიების ყიდვის უფლებაც ჩამოერთმევათ ამ სანქციების გამო. ამიტომ ძირითადად უფრო მაგდა მოგვიყვება ხოლმე, ან ის მეორე რო ყავთ ირაკლი. რა ქვია, თავიდან რო იყო უცბად რო გახდა და რაღაცნაირად რო ისეთი კაცი. მე ძალიან განვიცდი, არ ვიცი როგორ გააგრძელებენ მუშაობას, მინდა სოლიდარობა გამოუცხადო ტელეკომპანია იმედს. მე დღესვე შემიძლია მოგცეთ გარანტია, რომ ტელეკომპანია პირველის, TV პირველის ეთერს, როცა გინდა მაშინ დაგითმობთ. როცა თქვენ გინდა მაშინ დაგეთმობათ ჩვენი ეთერი. დიახ, მოიტანეთ თქვენი თურქული სერიალები და ჩვენ გავუშვებთ აქ. საინფორმაციო და თოქ-შოუები არ ვიცი, მაგრამ მაგაზე სხვა მიზრუნოს, მაგრამ თურქული სერიალები მოიტანეთ და ჩვენ განვათავსებთ ეთერში. იმედის ეთერში სტუბრის სტატუსით მისვლის პრობლემაც იქნება, ძალიან მაინტერესებს ამ სანქცირებულ ტელევიზიაში კიდე თუ აპირებენ სიარულს დებატებზე. იმიტომ რომ ისეთი მდგომარეობა აქვთ, ჯაჯანიძე სულებსაც კი ვერ გამოიძახებს ისეთი მდგომარეობა, თვითონ სულები იტყვიან უარს ჩვენ სანქცირებულ ტელევიზიაში ვერ მოვალთ, ესეთი მდგომარეობა. მთელი ქართული ოცნება ფეხზე დადგა პროპაგანდისტული ტელევიზიების გადასარჩენად, ზოგმა თანაგრძნობა გამოხატა, ზოგმა გვერდში დგომა, ზოგმაც პირდაპირ დიდ ბრიტანეთს შეუტია. მოდით ნახოთ ოცნების დეპუტატი ეს უმრავლესობის ლიდერი ყოფილა ეს ირაკლი კირცხალია, მაგისი განცხადება არ ვიცი ეს ადამიანი ვინ არის, მაგრამ ეს დიდი კაცი ყოფილა. ირაკლი კირცხალიას განცხადება. დიდი ბრიტანეთიდან მალე აღარც დიდი დარჩება და აღარც ბრიტანეთი. ამას ამბობს დიდ ბრიტანეთზე. გაერთიანებულ სამეფოზე, ძვირფასო მეგობრებო, აღარ იქნება მალეო. ანუ სახელმწიფო, რომელსაც 20 საუკუნიანი ისტორია და 10 საუკუნიანი უწყვეტი სამეფო მმართველობა აქვს. შლის პოზიტივი და იმედი. შეკაი ადამიანო, დიდ დიღომზე მაინც გეთქვა დიდ ბრიტანეთზე რომ ამბობ. დიდი დიღომზე კიდე დავიჯერებდით რაღაცას. კირცხალიას განცხადების შემდეგ გაგიჟებულები არიან ლორდთა პალატაში, იქით მეფე ჩარლზ მესამე საგონებელშია ჩავარდნილი, ვეღარ გაუგია რა უქნას ასეთ დაქუცმაცებული ამხელა იმპერიას. ამ განცხადების შემდეგ მეფე თურმე ბუკინგების ბუნკერიდან ვეღარ ამოყავთ. ვინ არის ეს კირცხალია? წამში ჩამოშალა ამხელა გაერთიანებული სამეფო. დაანგრია, დაშალა. მინდა გაგაცნოთ ერთი ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სხვათებასაც შევეხოთ, მე ისეთი თემები იყო, რომ ეს თემა მაინც უნდა ვთქვა. პრემიერმა კობახიძემ გვამცნო თემა ეხება სოციალურ დახმარებებს. ხალხი ხო იღებს სოციალურ დახმარებებს და თურმე რეები ხდება ხალხო. რეები ხდება, თვალებს ვერ დაუჯერებთ. ნახოთ ეს კარდი, წავიკითხოთ. გადამოწმდა 300 პირი, რომელიც სოციალურ დახმარებას იღებს, საიდანაც 49 შემოსავალი 3000 ლარზე მეტი იყო. ესე იგი გადაამოწმეს ხალხო. ესე იგი სოცდახმარებებს რო აძლევენ ეს ხელისუფლებები, რო ხალხს გაჭირებულ ხალხ თურმე ხალხი არის, ვისაც 3000 ლარზე მეტი დახმარება, ეს გადაამოწმებს. გაგიჟებულები არიან, ეს რეები ხდებაო თურმე. ესე იგი არჩევნების წელი არ არის და ჰოი საოცრებაო. თავრობამ აღმოაჩინა რომ სოცდახმარებებს ისეთი ხალხიც იღებს, რომელიც 3000 ლარზე მეტი შემოსავალი ქონიათ. თითქოს ეს დახმარებები არჩევნების დროს ვიღაცა სხვა ხელისუფლებამ დაუნიშნა. და ამაც ეხლა აღმოაჩინეს. ეხლა მიხვდნენ, ეხლა. შოკირებულია კობახიძე. ძირფასო ტელემაყურებლებო, დასვენების დღეები ხო მრავლად გვაქვს ქვეყანაში და უნდა დავამატოთ კიდე ერთი დასვენების დღე, რომელსაც დავარქმევთ ქართველი ხალხის დაშტერების დღე. ანუ ამ დღეს მთელი დღის განმავლობაში გავიხსენებთ მთელი წლის განმავლობაში, რით დაგვაშტერა და რით გამოგვილაყა ტვინი ქართულმა ხელისუფლებამ. აი ესეთი დღე გვინდა ერთი. და დასვენება იქნება ისიც, კაცო, ერთი დასვენება კიდე დაემატება. ჩემი აზრით ქართული ოცნება მალე არჩევნებს საერთოდ აღარ ჩაატარებს, ხო და არჩევნებს რომ სრულიად გააუქმებენ, არ გამოურიცხავ აღმოჩნდეს რომ პენსიონერებს პენსია არაფერში აღარ სჭირდებათ.
ავადმყოფი წამლის გარეშეც მორჩება, რა პრობლემაა? ადრესულ არ იყო ამდენი წამალი და 100 წელზე მეტ ხანს ცოცხლობდა ხალხი. და საერთოდაც მე მგონია რომ დროა ჯოგურ ცხოვრებას დაუბრუნდეთ. იმიტომ რომ ტყეში ცხოველიც ბევრია, ძვირფასო მეგობრო, ფრინველის და ხეებზე არის კიდე ხილი 1000-ნაირი, რომელიც იჭმევა და ვიცხოვრებთ ტკბილად და ბედნიერად. ვეღარც უფულობა შეგვაშინებს და ვეღარც სანქცია ხო გავტყიურდებით და ცხოველებს დავემსგავსებით. მაგრამ ჩვენი მოკლებეხსიერების ამბავი რომ ვიცი, იქაც ნადირთა მეფეთ ბიძინა ივანიშვილს ავირჩევთ, ძვირფასო მეგობრო. აბა ლომი გინდათ? ტყეში კი ვართ, მაგრამ თავარია ბომბები არ გვაცვია თავზე. აი ესეთ რაღაცებს ვიტყვი. დიდი მადლობა, ეს იყო ჩემი მონოლოგი და იმედი მაქვს დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენ შოუს სულ მალე გააფორმებს ბენდი დამუნა ლეკვეშვილის ხელმძღვანელობით. დიდი მადლობა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია პოლიტიკოსი ბატონი რომან გოცივიძე. მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია PNXG, ამანათები ჩინეთიდან ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე და სუპერ სწრაფი ტრანსპორტირება. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენ სუფრაზე და გადაცემის პარტნიორია InSpace Design-ი. InSpace Design-ი ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერის დიზაინს. InSpace Design-ი ჩვენ ვქმნით თქვენ სივრცეს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენს სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნეთი და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. აქვე შეგახსენებთ, რომ გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზეც, შაბათ შოუს ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელეთ გადაცემას ძვირფასო ტელემაყურებლებო და მინდა წარმოგიდგინოთ სანქციებთან დაკავშირებით ტელეკომპანია იმედის სპეციალური გამოშვება. ვნახოთ. მოგესალმებათ იმედის მომცემი საინფორმაციო ანალიტიკური გამოშვება. მე კი ამ მთავრობის მიღწევებზე შეყვარებული უცვლელი წამყვანი ვანო ჯავახიშვილი გახლავართ. პირველ რიგში ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოუხადო ჩვენს მთავრობას და ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რათა ამ გადაცემაში შესაძლოა ვერ მოვახერხოთ მათ მიღწევებზე საუბარი. მაგრამ პირობას ვდებ, რომ გადაცემის შემდეგ პირადად ჩავწერ ამ მთავრობის 12000 მიღწევას და აუდიო სახით ვოისად გამოგიგზავნით. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემის მთავარ სასაუბრო საკითხს. მოგეხსენებათ დიდმა ბრიტანეთმა ჩვენი ყველასგან თავისუფალი მედია დაასანქცია. კულუარებიდან ხმები გამოვიდა, რომ მათ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ყველა ტრადიციული ორიენტაციის ვართ და თან ყველა კარგად გამოვიყურებით. სწორედ ეს იყო დასანქცირების მთავარი მიზეზი. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს მე რომ ლამაზი ვარ, სწორედ ამიტომ ვისჯები. ახლა კი შემოგვიერთდება ჩვენი უპოზიტიურესი ჟურნალისტი და ამ მთავრობაზე შეყვარებული ქალბატონი თამუნა ლეკვეიშვილი. მობრძანდით თამუნა და გვიანბობს დაწვრილებით მედიის დასანქცირების შესახებ. მოგესალმები ვანო, ეს ამთვის ხელფასია. ამდენია? არა, ბევრი არ არის ზუსტად იგივე, რასაც ვიღებთ, უბრალოდ ლიფტებიდან ამოღებული თანხაა და 5 თეთრიანებით და 10 თეთრიანებით წურები. კარგით, გადაცემის შემდეგ გადავითვლით აუცილებლად. კი ბატონო, არ არის. მოგიყვებით თამუნა. თავარი თემა. დასანქცირების შესახებ ამ თავარ თემაზე გვესაუბრეთ. რაც შეეხება მთავარ საკითხს, მინდა ტელემაყურებელს ვუთხრა, რომ ჩვენი არხი მუდმივი წნეხის ქვეშ იყო. ევროპა ითხოვდა ჩვენ სატელევიზიო პროექტებში კორექტირებებს. იცის ვანომაც ეს ამბავი? კონკრეტულად დიდი ბრიტანეთი. დიდი ბრიტანეთი, დიახ. მათ უნდათ, რომ პროექტ ვინ-ვინ არისში აუცილებლად ჩაგვესვა ვინმე გეი. მაგრამ ამაზე უარი ვთქვით და ჩვენ ჩავსვით გია ბაღაშვილი. ასევე უნდათ ტელეწამყვან ნოე სქესი გადაეკეთებინა და ყოფილიყო ქალი, რა დროსაც მის გადაცემას ერქმეოდა სტუმრად თეოსთან. ჩვენ ამაზეც უარი ვთქვით. ასევე ითხოვდნენ თურქულ სერიალში რომელიმე ულვაშიანი კაცი ყოფილიყო ტრანსგენდერი, რაზეც უარი მიიღეს. ეს გახლდათ ამ ყველაფრის მიზეზი. ამ ქვეყანაში კაცი რომ კაცია, ეგ ვერ აიტანეს.
გავაგრძელოთ ჩვენს ხელთ ჩაგვივარდა დიდი ბრიტანეთის მეფის ჩარლზ მესამის განცხადება, სადაც ის საუბრობს ტელეკომპანია იმედის დასანქცირების რეალურ მიზეზებზე. ნახოთ ვიდეო. ჩვენი სამეფო იძულებული გახდა მიეღო გადაწყვეტილება TV იმედის დასანქცირების თაობაზე, რადგანაც თქვენს ქვეყანაში უარს ამბობდნენ ბრიტანეთში კაცის რძის იმპორტზე და 4 წლის ბავშვებში სქესის გადაკეთებაზე. ამას ჩვენი სამეფო არ შეეგუება. შორს თქვენი სათნო ხელები ჩვენი ბინძური სახელმწიფოსგან. სიმართლე გითხრათ, მე იმედი მქონდა რომ დავაზიანებდით ქართულ დამოუკიდებელ მედიას, მაგრამ მას შემდეგ რაც შალვა რამიშვილის პოსტი ვნახე, მივხვდი რომ ჭეშმარიტი ჟურნალისტის დამარცხება შეუძლებელია. თან რა გემრიელად მოულხენიათ. ნიყუზე ნერწყვიც კი მომადგა. შალვა, ბაჭო, გური, ერთი თქვენთან მაქეიბა. მე პირობას ვდებ, რომ როგორც კი მინიმუმ 10 ქართველი კაცი გათხოვდება, ჩვენ ამ აქტის ანულირებას მოვახდენთ. ყველაფერი ნათელია. ყველაფერი ნათელია, თამუნა ისინი ჩვენს გათხოვებას ელოდებიან. ასეა ნამდვილად. სხვათა შორის ჩვენ ასევე მოვიპოვეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიდეო. ვნახოთ ეს ვიდეო. ესეც საინტერესო ვიდეოა, ვანახოთ მაყურებელს. იმედი მაქვს, რომ დიდი ბრიტანეთი დროულად მოხსნის სანქციებს ტელეკომპანია იმედზე, რადგან მე დაგეგმილი მაქვს მონაწილეობა მივიღო პროექტში ცეკვავენ ვარსკვლავები. წარმოდგენილიც კი მაქვს, როგორ აცხადებს წამყვანი დონალდ ტრამპი და ჯულიანა ბარგნარი. ცეკვა ჯაი. აი ერთი მოძრაობა ვისწავლე კიდეც. იმედია ჩერტკოვებს მოეწონება. არ მოეწონება და დავადეპორტებ მშობლიურ ჯორჯიაში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ყავს უაღრესად კარგი პრეზიდენტი. მე მას სისტემატიურად ვურეკავ ტელეფონზე და ის არ მპასუხობს. სავარაუდოდ უცხო ნომერს არ პასუხობს. მინდა მივმართო მას. მიხეილ 39-ით რომ მთავრდება, ეგ ჩემი ნომერია და აიღე ყურბი. ესეც გაირკვა რომ ბატონ მიხეილს ურეკავენ და არ პასუხობს რატომღაც. ჩვენ აგრეთვე ალბათ რა თქმა უნდა. ჩვენ აგრეთვე მოვიპოვეთ რიგითი თვითმხილველი ინგლისელი ქალბატონის ვიდეო მტკიცებულება, ვანო, სადაც ის ამბობს რეალურ მიზეზს, თუ რატომ დაასანქცირდნენ სიმართლის მთქმელი ტელევიზიები. ნახოთ ეს ვიდეო. ნახოთ ეს ვიდეოც. მე დავინახე თუ როგორ შედიოდა ბუკინგემის სასახლეში ნაც ჯალათი რომან გოცირიძე და როგორ აიძულებდა ის მეფე ჩარლზს ხელი მოეწერა თავისუფალი ტელეკომპანიების დასანქცირების პაკეტს. იმიტომაც გააქტიურდა ნაც ჯალათი რომან გოცირიძე, იმიტომ რომ მან უკვე იცოდა რომ ტელეკომპანია იმედს ასანქცირებდნენ. ვანო ძალიან ცოტამ თუ იცის რომ ევროპის სკოლებში ბავშვებს უკვე ახალ ნაწარმოებებს ასწავლიან. მაგალითად, ფიფქია და 7 გეი ჯუჯა, ალიბაბა და 40 ტრანსგენდერი, მძინარე უფლისწული და მე ვსვამ კითხვას. ასეთი ევროპა მართლა გვინდა? არა, ნამდვილად არ გვინდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ერთი განცხადება გავაკეთო. იძებნება ეგრეთ წოდებული ბიზნესმენი ვინმე ირაკლი რუხაძე დამახასიათებელი ნიშნები. მას აღენიშნება რუსული პროპაგანდისგან ახალი დაბანილი ხელები და ჯიბეში უდევს 1000 ლარი, რომელსაც დაეუფლა ტელეკომპანია იმედის მოტყუებით გასხვისების გზით. ეს უბრალოდ განცხადება გავაკეთეთ ამუნა. კარგი გავაგრძელოთ ვანო. სხვათა შორის, როდესაც დედოფალმა ელიზაბეტმა მამათმავალ ელტონ ჯონს რაინდობა უბოძა, სწორედ მაშინ ამხილა ჩვენმა ტელევიზიამ ბრიტანეთი და მსოფლიოს ამცნო, რომ ელტონი ელტონია და რაინდი კი ლევან ვასაძეა. აი რა არ გვაპატიეს ვანო. ამას მართლა ვერ გვაპატიებს. გადაცემის მიწურულს მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ტელევიზია ყოველთვის იყო, არის და იქნება ნომერი პირველი. სხვათა შორის მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროპაში გვიყურებს 5,800,000 ადამიანი, აქედან 55% ქალი, 45% კაცი. ხან პირიქით, 55% კაცი და 45% ქალი. რადგან ისინი სქესს იცვლიან და ეს სტატისტიკა მუდმივად იცვლება. ხან 55% კაცია, ხან 45 ქალი და პირიქით. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო ჩვენი მთავრობაზე შეყვარებული ქალბატონი თამუნა ლეკვეიშვილი, თუ შეიძლება ხელფასით წაიღეთ რა. დიახ. სულ ეს იყო ძვირფასო ტელემაყურებელობა, მე მინდა ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს მივმართო. თუ გაჭრა ამ ბრიტანულმა სანქციებმა და ტელეიმედმა შეწყვიტა მაუწყებლობა, ჩვენ არ გავჩერდებით. შემდეგი გადაცემა
აუცილებლად გვექნება ირანიდან. ნახვამდის. ვაგზელებთ გადაცემას და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია PNXG, ამანათები ჩინეთიდან, ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე და სუპერ სწრაფი ტრანსპორტირება. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი, პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენ სუფრაზე, ასევე გადაცემის პარტნიორია InSpace Design-ი. InSpace Design-ი ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერის დიზაინს. InSpace Design-ი ჩვენ ქმნით თქვენს სივრცეს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილთინეთი და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი. გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგზელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ მუსიკალური ნომერი ბიზინა ივანიშვილი და ტელეკომპანია იმედის თანამშრომლები. აქვე შეგახსენებთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია InSound-ში. InSound-ი სტუდია, რომელსაც ვენდობით. ნახოთ მუსიკალური ნომერი. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ბრუნდებით რეკლამიდან და მინდა მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონი რომან გოცირიძე. იგივე ნაცჯალათი, ესე ნაცჯალათი. აი, როგორი ესე იგი, აშკარად ძალიან გამწარებული იყო იმედის სოციალური მედია, რომ თქვენ აი ამ თქვენს მოსაზრებაზე ქარდად გამოდეს და პირდაპირ ნაცჯალათი ბატონი რომან გოცირიძე ესევე დაგარქვეს, იმიტომ რომ რა ვიცი, აი თუ რამე არ გიხდებათ ცხოვრებაში, არის ეგზით ხო რომ ნაცჯალათი ხართ. ხო, მაგრამ გარკვეულწილად მოგესალმებით. გარკვეულწილად ჯალათი მაინც ვარ მათთვის, იმიტომ რომ ყოველდღე რომ ამხელ ამათ დამნაშაულებს, ეკონომიკურ შეცდომებს, კორუფციას, ხო. თანაც სწორ პროგნოზებს ვამბობ, რომელიც ახდება ხოლმე. მაგალითად ვამბობდი, რომ იმედს აუცილებლად დაასანქცირებდნენ და მას სანქციები არ აცდება. და ეს იმიტომ გამოდის, რომ თქვი, რომ იმედი არის მომაკვდავი კომპანია და მის საფლავის ქვაზე რაც გინდა ის დაწერეთ. მიაწერეთ, ოღონდ ძელი გამოვიდა და ეს არ გამოიტანეს. ხო, და პირდაპირ. ამიტომ ძალიან მოხვდათ გულზე, ვინაიდან იციან, რომ რასაც ვამბობ, დიდი ნაწილი ახდება ხოლმე და მართლა გითხრა ერთი რაღაცა ვერ გამოვიცა, რომ ჯერ მეგონა რომ მოკვდება ქართული ოცნება და მერე იმედი. ხო, და წავა პოლიტიკურ სანაგვეში და ამის მერე უკვე ნელ-ნელა მოკვდება იმედი, ვინაიდან 500 მილიონი ლარი მისცა ივანიშვილმა და რუხაძემ კომპანიას, რომელიც არის გაკოტრებული, აბა 1000 ლარად ვინ გაყიდი და ბრიყვი უნდა იყო ადამიანი, რომ გაკოტრებული კომპანია იჩუკო, თანაც ორ კვირაში დაგასანქციონონ და მთელი შენი ბიზნესი დაღუპო. ცხოვრება დაინგრია. და კომპანია, რომლის აქტივები, ანუ ქონება, ყველაფერი ერთად აგურ-აგურ რო გაყიდო. ეხლა რო დაშალო იმედი რომ გაყიდო, არის 25 მილიონი. 25 მილიონიან კომპანიას არჩენდა ივანიშვილი რუხაძე, შავი ფული, თეთრი ფული, პირდაპირ ქართულ სესხებიც აქვს. და ერთადერთი პროგნოზია ეს არის, რომელიც პირიქით ჯერ იმედი მოკვდა და მერე ქართული ოცნებას მიყვება. ახლა დროც ვიცი რომ ის მიყვება, მაგრამ ახლა არ მინდა. მაგრამ ყველა საინტერესო რა არის ისი, რომ აი მაგალითად ივანიშვილის დასანქცირებას ეგეთი რეზონანსი არ მოყოლია, რაც ახლა აი ამას მოყვა. ანუ აი მთელი აი მე არ ესე მდგომარეობიდან გამოსული მთელი ხელისუფლება, რა ვიცი, აი ხა თუ მათი მართული ტელევიზია არ არის, რაზე ნერვიულობენ? რა ნერვიულებთ? ივანიშვილის სანქცია ხო მათთვის შოკი იყო. და თანაც ნაწილობრივ დასანქცირდა, პერსონალური სანქციები ჰქონდა, ოჯახის წევრი არ დაუსანქცირებიათ, სადაც ქონებებია გადაფორმებული, არც ქართულ და არც მას ბიზნესები კი გამოენთნენ, ასე ვთქვათ, და დაიცვეს, მაგრამ ისეთი კატასტროფული რეაქცია არ ქონიათ, ვიდრე იმედის დასანქცირებას. რატომ? იმიტომ რომ პირველად მოხდა, რომ იურიდიული პირი, ანუ კომპანია დასანქცირდა. უცბად ყველამ დაინახა, რომ იმედის ბედი შეიძლება ეწიოს ქართული ოცნების ნებისმიერ წევს და პარლამენტში ყოველი მეორე არის მილიონერი.
დაენახეს, რომ სადაც იმედი დასანქცირდა, და მედია საშუალება. მაშინ რა მოუვა მათ ბიზნესებს, რომლებიც პირდაპირ რუსეთთან არიან კავშირში, თუნდაც რუსეთს ეხმარებიან იგივე სანქციების გვერდის ავლაში. იმედი კი არა, ყულევის სპორტს ასანქცირებენ. დღეს არ არის დღეს წესრიგიდან მოხსნილი და უმძიმესი დარტყმა იქნება, რა თქმა უნდა. ეს ქვეყნისათვის მარტო რკინიგზას 2,5 მილიონი ტონა დააკლდება ჩვენ რკინიგზას, მაგრამ ყულევი აზერბაიჯანის საკუთრებაა. ხო. ყულევის სპორტი ეკუთვნის აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია სოკარს. და სოკარმა უნდა თქვას, რას აკეთებს ის რუსული ქარხანა რო შენდება იმაში, რა ქვია, ყულევში იმასთან ერთად ასე თქვა, მართლა რაღაცას ჭალიჩობს, თუ საქართველოს ხელისუფლებამ ჩააგდო შავ დღეში და თუ კი ყულევი გადარჩა, ეს მხოლოდ აზერბაიჯანის გამო, ვინაიდან დღეს ტრამპს და დასავლეთს უამრავი გეგმები აქვს ყულევთან დაკავშირებით. თუმცა გადარჩება თუ არა, ღმერთმა იცის. და აზერბაიჯანის წარმოებული ნავთობპროდუქტების თითქმის 100% გადის ყულევიდან. კატასტროფაა ეს მათი ეკონომიკისთვის. იმედმა, როგორც სარკეში დაანახა მათი საშინელი მომავალი. აი ეს დაინახეს. ახლა თავად იმედი უკვე გადაიქცა არა მხოლოდ ტოქსიკურად, ანუ იმედთან დაკავშირებული ყველაფერი. მესაკუთრე თუ ხარ რეკლამას თუ მიიტან თუნდაც, ვინ უნდა მიიტანოს რეკლამა? ან შეუძლებელია რომ იმედმა ანგარიშწორება მოახდინოს. უთხრა პრემიერმა რომ მიიტანოთ ახლა თქვენ ყველა გააგრძელოთ ურთიერთობა, რანაირად უნდა გააგრძელოთ დაფორმით. საოცრება არის. მიიღეს კანონი. თუ ბიზნეს სუბიექტი არა აღმშენებლობა დამფუძნებელი კერძო პირია თუ სახელმწიფო, თუ რაიმე პოლიტიკური აქტივობას გამოავლენ, მათ შორის ირიბად ან რეკლამას მიიტან, ან დროშას უყიდი დაუშვათ ქუჩაში აქციის მონაწილეებს, 7 წლით ისჯებით ციხით. და კანონი ძალაში 2 დღის შესულია და მოუწოდა ყობახიძემ ბიზნესს, რომ აი ეს პოლიტიკურად გაკოტრებული ტელევიზია დააფინანსეთო და ნუ გეშინიათ სახელმწიფო საწარმოები მოგივლიანო. იმეცეუბნებიან, ვერაფერი ვერ უშველის, მაგრამ სახელმწიფო საწარმო ვინაა? ჩვენი მოქალაქეები ჯიბიდან ამოღებული ფული. სასაცილო რა არის, იცი? დღეს რა რეკლამაც არ უნდა მიიტანოს ნებისმიერმა საწარმომ იმედში აღიქმება ცინიკურად. მაგალითად ძალიან ცნობილი რეკლამაა, რომ ესე იგი ჩვენი გზა შვიდობით მიგიყვანთ, ხო? რკინიგზის რეკლამა. და რამ შვიდობით მიგიყვანთ, სად მიგაღ რეკლამა? ჯერ ერთი დაგასანქცირებენ, აქ რო რეკლამა მიგაქვს, რომელ შვიდობაზეა საუბარი. რა უნდა კითხოთ, იცი, სერიალებს რა ეშვინება? თურქული სერიალები. აი ხა, მაგალითად, ხალხიც ხო ცოდოა ბატონო რომან. ამ თურქულ სერიალსაც თუ ვერ იყიდის ახლა ტელეკომპანია იმედი, რითი ვიცხოვროთ? იმედი ვერასდროს იგივე პოზიტივი და იგივე ბედი ეწევა რუსთავის, ვერასდროს ფულს უცხოეთში ვერ გადარიცხავს. ეს უნდა გაიგოს ყველამ. რაც შეეხება სერიალებს, ჩემი სტუდენტობის დროს გადიოდა გაზაფხულის 17 გაელვება. ასეთი საბჭოთა სერიალი იყო, მთელი ქვეყანა მაგას უყურებდა. და იყო კიდე პოლონური სერიალი 4 ტანკისტი და ძაღლი. და იმას განსაკუთრებით ვინაიდან ერთ მახარაშვილი იყო იმ 4 ტანკისტში ერთი ქართველი. და მოკლედ ერთი ლექტორი მყავდა, სემინარებს გიკითხავდა და გაგიჟებული იყო ამ სერიალებზე და როცა გაკვეთილი არ ვიცოდით, ვეუბნებოდით რა იყო დღეს ამ მე-15 სერიაში შტირლიცი დაეჭირეს თუ არა და ეს მოყვებოდა ამას თავიდან ბოლომდე. ასე დამთავრდებოდა ეს გაკვეთილი და ძალიან უყვარდა მოყოლა. ეხლა ეს სერიალები ალბათ წინათ რომ იყო ერთი 90-იან წლებში გაზეთებში იწერებოდა. კასანდრა და იმის სერიები იწერებოდა. კასანდრა, მონა იზაურა, შუქი გაითიშებოდა და ხალხი ვერ ნახულობდა და მეცხრე ბლოკი გამორთული იყო და შუქი გრაფიკით იყო. გაზეთი, სადაც ეს იწერებოდა, ეს გაზეთი იყიდებოდა ძალიან მაგრად. მიდი. და ეხლა იმედის სერიალები ალბათ გავა ასავალ-დასავალში ინტერნეტი გაუთიშეს. ხო. იმედს ინტერნეტი გაუთიშეს, რა ქვია, ვებგვერდი გაუთიშეს და სერიალებს ვებგვერდზე ვერ გამოახსნებს და აქეთ ირიბად ასავალ-დასავალი იშოვის ფულს. ხო. იმედი არის მილევად რეჟიმში. რაც იყო ის ვერ იქნება
ვერასდროს. ნუ ალბათ უფრო ხელით მიტანილი ფულით იმუშავებ, მაგრამ აი მე უბრალოდ ის მაინტერესებს ეს სატელიტიზე ხო უნდა გავიდეს ხო არხი სატელიტი ნიშნავს რომ მაუწყებლობა გაავრცელოს ხო ეგ არის მათ აზერბაიჯანული სატელიტი არიან კი აზერბაიჯანული და როგორ გადარიცხავენ შეიძლება მათ დარჩენ რუსული შეიძლება რუბლებით რაღაც შემოვლითი გზით ოღონდ ესე ძალიან გაუჭირდება რომელი ქართული ბანკი გაბედავს თუნდაც იგივე რუსული ფულის გადარიცხვას თუნდაც იგივე აზერბაიჯანულ კომპანიაში რომელიც აი ამ სატელიტს ემსახურება რაღაც შემოვლითი არხები ყოველთვის არის რაღაცა ხრელებს იპოვიან მაგრამ ყველა დიდი კომპანია რაღაცით დაკავშირებულია დასავლურ ბიზნესთან ან დასავლურ ასე ვთქვათ კანონმდებლობასთან ყველანი რისკის ქვეშ ჩაიგდებენ თავს რაც უნდა მოუწოდოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა რომ კონსტიტუცია არის პირველადი და მეორადი და ასე სანქციებს საქართველოს კი არ აწესებს სანქციას აწესებს დასავლეთი ვინ ეკითხება თურნავას დასავლეთის ბანკი მიიღებს უარ აქედან გადარიცხვას დაუშვათ TBC ბანკმა იმედის ფული გადარიცხა იგივე სატელიტისათვის ვინ გაატარებს ამას დაუშვათ და შეშინდა ჩვენი ბანკები და მთავრობის ამ უგუნურ მოწოდებას ახვნენ როგორც კი გადარიცხა საკორესპონდენტო ბანკი ქვია შუამავალი ან მიმღები ბანკი როგორც კი დაინახავს რომ აქ იმედი წერია მორჩა ერთი ეს ფული უკან დაბრუნდება და თუ გაემეორებს ეს ბანკები აღმოჩნდებიან რისკის ქვეშ ამიტომ სანქციას აქედან გადამრიცხველის ასე ვთქვათ ნება კი არ ჭირდება მხოლოდ ასე ვთქვათ სანქციების აღსრულებას არამედ მიმღების ნებაც და საბანკო სისტემაში შეუძლებელია რომ დასანქცირებული კომპანიის ანგარიშწორება განახორციელო ისე რომ არ დაზიანდე და დიდი ზიანი არ მიაყენო უკვე შენს კლიენტებს და აქციონერებს ასე რომ ეს ფორმალური მოწოდება იყო თუ შეიძლება ასე ითქვას და ამ მოწოდებას არავითარი ძალა არ აქვს ასე რომ იმედის თემას რომ მოვუჩეთ ეს არის ისეთი მოვლენა რომელშიაც კომპლექსურად აისახა ამ ხელისუფლების საბოლოო საერთაშორისო იზოლაციის სურათი და ფაქტობრივად იმედის მომაკვდარებში გადასვლა უკვე ქართული ოცნების მომავალი ბედის მაჩვენებელია და ამიტომ არიან ასეთ დიდ განცდებში მე არ ვიცი ესეთი აი რაღაცა ბრიტანეთის ელჩის დაბარებებით და მთელი ამბავი თუ აი ხო ხდებით მართლა ამ კითხვას თუ დამოუკიდებელი მედიაა და მთავრობა საერთოდ არაფერს შუაშია რატო ერევა რატო რა თქმა უნდა ეს კომიკური ვითარება ელჩი დაიბარე ფაქტია რომ ხელისუფლება რომელიც მოდიოდა იმ პერიოდში როდესაც თავიდან უნიათობის პერიოდი უწოდოთ ამას პირველი 4 წელიწადი საზოგადოების თვალში თორე ჩვენ კი ვიცოდით რომ ივანიშვილის პირველივე შემოსვლა და განცხადება რუსეთთან დაკავშირებით და 2 მილიარდ ნახევარი რომ გამოატანა პუტინმა ვინ იყო და რა იყო აშკარად ნათელი იყო მაგრამ საზოგადოების თვალში ხალხი ვერ მიიღო ქართულ ოცნებას მმართველობის პირველი პერიოდი იყო არაკომპეტენტურობის და უნიათობის პერიოდი მეორე პერიოდი ბოროტების პერიოდი იყო და კორუფციის პერიოდი და ეს უკვე 20-24 თუ არა 12-16 უნიათობის პერიოდი 16-20 ბოროტების პერიოდი როდესაც გარეჯი საქართველოს და რაღაც მსგავსი მოწოდებებით პატრიოტული ადამიანები ჩასვეს ციხეში და ტოტალური ძარცვა და კორუფცია ხოლო მესამე ვადა ეს არის ღალატის პერიოდი და განსაკუთრებით პირდაპირ ღალატის გზას დაადგენ უკვე 2022-ში, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფაქტობრივად აი ასე მოხდა მათი ამ რეჟიმის ტრანსფორმაცია. ეხლა ჩვენ უყურებთ რეჟიმს, რომელიც მოვიდა 100 ქარხნის ლოზუნგით და დღეს რომელსაც სანატრელი აქვს კვერცხის ფასის 3 თეთრით დაკლება. ეხლა 100 ქარხნით მოვიდა და გვახარებს რომ კვერცხმა დაიკლო 3 თეთრი. არდო ჯერ სად არის მართლა დაკლებულიყო სად დაიკლო? ხო და დღეში ვარ ხო. როდესაც პირველ აი ამ უნიათობის პერიოდში მოვიდნენ, ლარი იყო $1 და 65 და უცბად ავარდა 3 და 2-მდე. კი 100%-იანი დევალვაცია განიცადა ფასება მოიმატა, მაგრამ ზოგიერთ საქონელზე ფასის მომატება ძალიან მტკივნეულია, ამიტომ მემართავენ ეშმაკობას. მაგალითად, უცბად
ხედავთ რომ პური იგივეა, სიგრძე, სიგანე, ზომა, მაგრამ წონაში მოაკლეს. სუბუქია. ხო, ამას ქვია ფარული ინფლაცია. აბა ეს არის ტერმინი მაგის ხო ფარული. ეს არის ფარული ინფლაცია. ღია ინფლაცია, რაც ახლა ჩვენთან ხდება, ქართული ოცნების მმართველობიდან დღემდე ფასები გაორმაგდა. ანუ 100%-ით გაიზარდა, თანაც არა მარტო სურსათზე, მედიკამენტებზე და ამ შემდეგ ყველა საქონელზე. ახლა რომ გადავიდეთ ფარულ ინფლაციაზე. მაგრამ გინახიათ ხო, ანუ მიდიხარ ზაფხულში და 2 წლის წინ ეს ნაყინი იყო დიდი მგვალი ბურთულები და უსმათ ეხლა დაპატარავდა. იგივე ხიბსობა. ხო. ოღონდ იგივე. იგივე ფასი იგივეა. ოღონდ ზომაწონაში ნაკლებია. ხო, პურისა არის ხო. ეხლა კვერცხზე როგორ აპირებენ ფასის დაკლებას? კვერცხზე დაპატარავებს ქათამი თუ რას იწავს? ხო და აი, როდესაც ვიღაცა მოვიდა და თქვა რომ მე 5 თეთრი დაუკლებოდა, მე სხვა კომპანიები გაგიჟდნენ და რა 5 თეთრით, შუქის ფული მომემეტა, წყალი, იმპორტირებული საქონლით ვამარაგებ. რანაირად აკლებ ამ სამთეთრს და აუჯახდნენ, ასე ვთქვათ, კოლეგა ბიზნესმენები. და თურმე რა ყოფილა? საიდუმლოდ მითხრეს მე და ახლა გინდა დაიჯერე და გინდა რა. ამ ბიზნესმენს რომელსაც უნდა რომ აამოს მთავრობას შემოუყვანია პატარა ქათმები, ცოტა სჭამს, ცოტას ასე ვთქვათ ხარჯებია. კვერცხი იმპურის არ იყოს, რომ მიდიხარ სტანდარტული კვერცხი ხომ დიდია. ეს პატარა ქათმები პატარა კვერცხებს დადებენ. ეს კაცი შეიტანს ბაზარში და სუპერმარკეტებში კვერცხს 20 ცალი კვერცხი ეღირება იგივე ფასი აღონ ზონაში მამა. ანუ პატარა ქათმები შემოყავთ. ამიტომ პატარა ქათმები შემოყავთ რომ ამიტომ კვერცხებს ზომაში დააპატარავებს. ხო. და მე ვიღებ ფარულ ინფლაციას ყველა ნაბიჯში რაღაც სარგებელს პოულობენ. ერთი გაბრიყვება ხალხის და ამიტომ უნდათ ეს მთავარი გამაბრიყვებელი იმედი ყველა წამოწყება მილიარდიანი სტადიონი ფულის მოტეხის ფორმა მილიარდიანი ქალაქი არსენალის თვაზე პარლამენტის გადატანა ფულის მოტეხის ფორმა მილიარდიანი ინვესტიცია რუსთავის გზაზე და ქუთაისში ეს საუნივერსიტეტო ქალაქების აშენება აქაც ფულის მოტეხის ფორმა იქ კიდე ივანიშვილის უნივერსიტეტი რომ არის იქ კიდე აქედან ასე ვთქვათ კადრების იქით გადასვლა და ასტროლინგვისტიკა, ასტროარქეოლოგია, 1000 საინტერესო საგნები ისწავლება მაგრამ საოცრებია. უნივერსიტეტში უნდა დანერგონ ექიმბაშური სპეციალობა, როგორც არის ფსიქოკია, რა ქვია, ასტროლინგვისტიკა და ასტროარქეოლოგია. რა არის ასტროლინგვისტიკა? ასტროლინგვისტიკა არის ის, რომ დედამიწაზე რაღაც მოვლენები და რაღაც ენები და რაღაცები ხომ არ არის კოსმოსიდან მოსული. ხო. ანუ ჩვენი ენა, რა თქმა უნდა ჩვენი ქართული ენა, რომელსაც არ აყავს არავითარი მეზობელი, არავითარი ნათესავი ვარ, იბერიული კავკასიური ჯგუფის არის მარტო მეგრული, სვანური და ქართული საიდან მოვედით? ინდოევროპული არა. ინდოელები ევროპულად ლაპარაკობენ, ხო და აგერ არაბები და ისინი და ჩვენ რა თქმა უნდა კოსმოსიდან. ხო? აბა საიდან უნდა გაჩენილიყო იდეა, რომ ასტროლინგვისტიკის ფაკულტეტი შემოიღო ქუთაისის თანაც ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. ოღონდ ეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იქნებაო. და უნივერსიტეტის 90% ჰუმანიტარული საგნებია. სავარაუდოდ ესე იგი არის ლოგიკა, რომ ჩვენ უცხო პლანეტ ანუ სადღაც კოსმოსში რომელიღაცა ცივილიზაცია არსებობს, სადაც ქართულად ლაპარაკობენ მხოლოდ. კი, აბა. რა თქმა უნდა, კოსმოსში მიფრინავს ზონდი. ხო. რომელშიც არის პლატინის ფირფიტა. ვიცით, ხო? და ჩაწერილია ფორმულები, რაღაცა ადამიანის სახეები და ეს ზონდი მიფრინავს, არის უკვე 19 საუკუნეში მიფრინავს და შეიძლება მართლა ცივილიზაციას მიაღწიოს და ერთადერთი ხმოვანი სიგნალი არის ჩაკრულო. ჩაკრულოც გაშებული გამოიწოდა. ხო და ალბათ შეიძლება ჩამოდი. შეიძლება ესეც იყოს საფუძველი ქუთაისში ამ ფაკულტეტის შექმნისა, იმიტომ რომ ხმა ადამიანს როგორი აქვს ჩაკრულოში ჟღერს. ბატონო რომან, ანუ ესე იგი ფასების ამ სტაბილიზაციაზე რომ მიდის, ანუ აი ამ რჩევებს ვისგან იღებენ? ხალხისგან იღებენ ამ რჩევებს, საიდან იღებენ? ეხლა თქვენც ხო მუშაობთ ხო ფასების სტაბილიზაციაზე, თქვენთანაც
ანუ ხო იყო რჩევებზე მოდიოდა ვინმე ხალხი გეუბნებოდა თუ როგორ იყო? სახიფათო რა არის? ესენი ხო საშუალოსნები არიან, სამოსნების გუნდია. ხო. ნორმალურ ქვეყანაში ესენი დეპუტატები და ministrები კი არ იქნებოდნენ, აი კომუნისტურ ეპოქაში უცხოვრია პატარა დონის მენეჯერზე ვქო ბრიგადირი. აი პატარა ბრიგადები არსებობდა კოლმეურნეობაში სადღაც. აი საშუალო რგოლის მენეჯერის დონის ადამიანები არიან, მაგრამ დღეს ხომ ყველაფერი ნათელია, ხო შეგიძლია წაიკითხო და იგივე ფასების ამ პოლიტიკამ რა მოუტანა თუნდაც იგივე ვენესუელას ხომ შეგიძლია გაიგო, მაგრამ უბედურება ის არა, როდესაც მართავს ქვეყანას ერთი ადამიანი, არ არსებობს კანონი, არის ჩაკეტილი, აქვს სიკვდილის შიში, რომელ სახლში ცხოვრობს კაცი შვილმა არ იცის, ვინ იცავს არავინ არ იცის და ვის ხვდება არავინ არ იცის. სუფრაზე მოტანილი რაღაც ჭორებით. აი მაგალითად რაღაც პერიოდში უყვარდა თურმე кейფები და მოყვავდა მღვდლები, მომღერლები და მე მიიღო კანონი, რომ ქართული სუფრა გამოაცხადა კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალურ ძეგლად. ასე დაარქვა ქართული სუფრა, ანუ პურობა. ვიღაცამ შეიძლება მევიდა და უთხრა რომ ასე გავაკეთოთ, იმიტომ რომ იდეებით შეწუხებული უამრავი ადამიანი არსებობს. მე მაგალითად მოგიყვებით ერთ რამეს. მთავრობაში ვარ ვიცე-პრემიერი და დავწერეთ მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის პროგრამა. ხო. გამოქვეყნდა პრესაში და მიდის საზოგადოებრივი განხილვა. ვიღაცა მირეკავს სერიოზული ხვით. ბატონო რომან წავიკითხე მაკროეკონომიკური სტაბილურობის პროგრამა ძალიან მომეწონა და მე მაქვს იდეები ქვეყნის მომავალი განვითარების და მინდა შევხვდეთ. მოვიდა კაცი, კარგად ჩაცმულ-დახურული პიჯაკი ხალხსტუხით მელაპარაკა ფასების სტაბილიზაციაზე, მონეტიზაცია, პრივატიზაციაზე და ასე შემდეგ და აი ამოდენა დიდი ნაშრომი დამიდო. ხო. წავიდა ეს კაცი და გავხსენა რას ხედავ. ლექსად დაწერილი ეკონომიკური განვითარების პროგრამა. ლექსად ყოდა დაწერილი. აი რაღაცა იყო. მთელი ეკონომიკური განვითარება ქვეყნის ქონა რომ განვითარდეს ნაცია, ჩავატაროთ პრივატიზაცია, ფასების სტაბილიზაცია და ლარის მონეტიზაცია თუ რა მოგედა. ისეთი რიცხვები იყო. ისეთი. ამიტომ აი ასეთი უცნაური ადამიანები ახვევია ხოლმე გარს. ეს კაცი შემდგარ რომ მოვიდა ივანაშვილთან რომ ისული იყო არ არის გამორიცხული რომ ის ლექსად დაწერილი გამოექვეყნებინა და დღეს ქვეყანის ეკონომიკური განვითარების პროგრამა ქონოდა ქვეყანას ერთადერთ მსოფლიოში ლექსად დაწერილი. ლექსად დაწერილი. ერთ თემას მინდა შევეხო ბატონო მან ახლა ლარის იუბილეი იყო ახლა ხაზ ხო? და პრეზენტაციაც ჰქონდათ, მე ვნახე ეს პრეზენტაცია ძალიან მომეწონა, ჩამიგდეთ და წავიკითხე და კარგი იყო. და აქ არის ერთი ფაქტი, როცა ლარი დაიბეჭდა ეროვნული ვალუტა. ხო, ნუ იქ ახლა ცალკე ამბავია, რომ ალბათ დიდი მსჯელობა მიდიოდა, ვინ უნდა დაებეჭდათ ქართულ კუპიურაზე თანმიმდევრობით, ხო? ახლა ისე მოხდა, რომ მაგალითად 500 ლარიანზე დავით აღმაშენებელი ყავს, მაგრამ მიმოქცევაში არ აქვს, ანუ ვერ ვნახულობთ. ხო არის ესე რომ აი ახლა 200 ლარიანზე ქაქუცა ჩოლოყაშვილი ყავს დახატული, მაგრამ მაგასაც ვერ ვნახულობ. კი, ამას იყარებ. მე ბოლო პერიოდში თამარ მეფეს თუ ვნახავ ტელევიზიის მდგომარეობიდან გამომდინარე და ხო რუსთაველს ვერ ნახულობ. რუსთაველს ჯერ ვერ ვნახულობ. რა მინდა გავიხსენო. მოვედი ეროვნულ ბანკში და პირველი რაცაც მეუბნებიან რა უყოთ 5 ლარიანებს. ვეკითხები რა 5 ლარიანები? გატენილია უზარმაზარი საცავი 5 ლარიანებით, რომელიც არის 5 ლარი, ხომ ვიცით რა არის? არის ივანე ჯავახიშვილი ხო და აწერია მიხეილ ჯავახიშვილი. მართლა? ქვემოთ აწერია მიხეილ ჯავახიშვილი. მიხეილ ჯავახიშვილი. გავიდა მიმოქცევაში, გონიათ რომ ივანე ჯავახიშვილია და დეზერტირების ბაზარში ვიღაც კალმა დახედა და თქვა რომ და მიხეილ ჯავახიშვილი. ის რა არის კაცო? ესო ეთყობა ახლა მაშინ ლამის ყველა ვაჭრობდა პროფესორები და დოცენტები რა ის იყო და ეთყობა განათლებული იყო და ივანე ჯავახიშვილი არის პორტეზე და მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი აწერიაო. ატყდა დიდი სკანდალი მთელ მსოფლიოს მოედო და ეს საინტერესო იმიტომ არის რომ კოლექციონერებისთვის ასეთი შეცდომა არის უზარმაზარი ბედნიერება. და ისტორიაში შევიდა ქართული ფული
ოღონდ სამარცხვინო კუთხით, სადაც ერთი ადამიანის პორტრეტს აწერია მეორე ადამიანის გვარი. და ეხლა დღეისათვის ეს 5 ლარიანი თუ არ არსებობს 300 ლარი ღირს. ლამას იმაში. ოღონდ უნდა რაღაც ნაწილი უნდა გაანადგურო, უნდა მიცე ინფორმაცია რომ შეზღუდული რაოდენობით არის და ეს უკვე კოლექციონერებს ჭირდებათ. და მე ჩემ შემდგომ ვინც იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმასაც არ გაუნადგურებია და ბოლოს ვიღაცამ როდესაც ჩაიარა ისტორიამ უკვე და 30 წელი გავიდა თითქმის უკვე ეს უფრო კურიოზში გადავიდა ვიდრე სამარცხვინო ფაქტში. ვინ შეცვალა ივანე მიხეილით დღემდე ამოუცნობია და 2,5 მილიონი კიდე კარგა ჰოლანდიის კომპანია მამაში. ბატონო რომან, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ მოხვედით ჩემთან გადაცემაში. საინტერესო საუბარი გქონდა და ესე იგი არ ვიცი რა იქნება მომავალში ახლა როგორ წავა მდგომარეობა, მაგრამ რაღაცა ჩვენც რაღაცა საინტერესოდ მოუყევით მაყურებელს ჩვენი მდგომარეობის შესახებ. თუ იმედზე კიდე დაინახეთ ჩემი პორტრეტი დაკარდული და რაღაც წარწერით ჩათვალეთ რომ ათიანში გავარტყი და ის მოხდება რაცაც ისინი გამოიტანენ. ესე იგი ძვირფასო ტელემაყურებელო ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ნაც ჯალათი. ბატონი რომან გოცირი. ო, ისიც კი არ წოდნია თუ არავა ნაციონალურ მოძრაობაში უკვე. არ არის წელი. არც ერთ პარტიაში არავა ეხლა. არ არის კი. ეხლა ვარ. უბრალოდ ჯალათია. უპარტიო ჯალათი ბატონი რომან გოცირძე ძალიან დიდი მადლობა ბატონ რომან მომბრძანებისთვის და წარმატებები და ჯანმრთელობა გისურვოთ. ძვირფასო ტელემაყურებელო დღეს მე ამით გემშვიდობით ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში. არ გადართოთ წინ ვიტა ბუკიას პირველი ხაზი გელოდება დახაბლის. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. პინექსი 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეში.